კვირაკეს გადამღები ჯგუფის მოგზაურობა წმინდა მიწაზე გრძელდება. მას ასე ჩვენი დღევანდელი გამოშვების თემებია. ელიონი, ანუ ამაღლების მთა, ზეთისხილის მთა, გეციმანიის ბაღი და თაბორის მთა. ზეთისხილის მთა, ელიონი და სიონი იერუსალიმის აღმოსავლეთით, პატარა ნაკადულ კედრონთან, იოსაფატის ველზე მდებარეობს. ქრისტიანები მიიჩნევენ, რომ სწორედ აქ, გეციმანიის რაიონში მოხდება განკითხვის დღე. ენათმეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამ წინასწარმეტყველების გასაღები არამეული ენის ფონეტიკაშია, რადგან სიტყვა იოსაფატი, რომელიც მთელ ამ დაბლობს გვია, არამეულად ასე ჟღერს იახვე შრაფოტ, რაც თარგმანში ნიშნავს ღმერთი განსჯის. გეციმანიის ბაღის ფერხთით, იოსაფატის ველზე მდებარეობს ყველაზე ძველი ებრაული სასაფლაო, რომელიც დღემდე მოქმედია. დღესდღეობით მთელი მსოფლიოდან თითქმის ყველა აღმსარებლობის წარმომადგენლები დადიან ეგრეთ წოდებულ ტაძრების მთაზე, რომელსაც ჩვენ, ქრისტიანები, ამაღლების მთას, ანუ ელიონს ვუწოდებთ. ეს ადგილი წმინდათა წმინდად ითვლება, როგორც ქრისტიანებისთვის, ასევე მუსლიმებისთვის და იუდეველებისთვისაც. იუდეველთ მიაჩნიათ, რომ ეს სწორედ ის ადგილია, სადაც აბრაამს მსხვერპლშეწირვა უნდა შეესრულებინა. მუსლიმები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ ადგილიდან მუჰამედი ამაღლდა ზეცად. ჩვენ ქრისტიანებმა კი ვიცით, რომ ეს სწორედ ის ადგილია, სადაც მაცხოვარმა წარმოსდგა მამაო ჩვენო და საიდანაც აღდგომიდან მე-40 დღეს იგი ზეცად ამაღლდა. ამიტომაც ტაძრების მთაზე, ანუ ამაღლების მთაზე, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, არაერთი უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული სალოცავია. ჩვენი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში წმინდა დედოფალმა ელენემ სწორედ იმ ადგილას, სადაც მაცხოვარმა მამაო ჩვენო წარმოსდგა, ააგო ტაძარი და მას ქადაგების ტაძარი უწოდა. დღეს ამ ტაძრიდან მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი, თუმცა ბაზილიკის ნანგრევები მოქცეულია ტაძრის შიგნითა ნაწილში, რომელიც დღეს ფრანცისკანელთა ორდენის საკუთრებაა. სახელად პატერნოსტერი, ანუ თარგმანში მამაო ჩვენო ეწოდება და რომელიც დაახლოებით მე-19 საუკუნის ბოლოს არის აგებული. ამ ტაძრის გარეთა ნაწილში მდებარეობს ის ადგილი, სადაც აღდგომის შემდეგ მაცხოვარი თავის მოსწავლეებთან საუბრობდა. ამავე მთაზე არის ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიწმინდე. როგორც ამბობენ, სწორედ ამ ადგილიდან აღდგომიდან მე-40 დღეს მაცხოვარი ამაღლდა ზეცად. ამ წმინდათა წმინდა ადგილას მისი ტერფის ნაკვალევი ჩანს. ამაღლების ადგილას 387 წელს ისევ წმინდა დედოფალმა ელენამ ამაღლების ტაძარი ააგო. როგორც ამბობენ, მისი ბრწყინვალე ჯვარი მთელს იერუსალიმში ჩანდა. თუმცა მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში, სპარსთა შემოსევისას, ტაძარი მთლიანად დაინგრა. იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ, ჯვაროსნებმა ამაღლების ტაძარი ზუსტად იგივე გეგმის მიხედვით აღადგინეს. 1187 წელს, როდესაც სალადინმა იერუსალიმი უკვე საბოლოოდ წაართვა ჯვაროსნებს, მისმა მიმდევრებმა სალადინს შესთავაზეს ტაძარი მეჩეთად გადაეკეთებინა. გონიერმა პოლიტიკოსმა სალადინმა
თავის მომხრეებს უპასუხა. მე შემიძლია ეს ტაძარი არათუ მეჩეთად გადავაკეთო, არამედ გადავწვა და მისი ფერფლი ხარს გავატანა, მაგრამ ქრისტიანებს იგი მაინც არასოდეს დაავიწყდებათ. ამიტომაც იყოს იქ და იყოს ისე, როგორიც არის. ამიტომაც დღეს ტაძარი არქიტექტურული ფორმით სწორედ ისეთია, როგორიც ჯვაროსნების პერიოდში იყო. თუმცა მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიები და თავად ტაძრის გასაღებიც სალადინმა მუსულმანთა ოჯახებს გადასცა. და დღემდე ტაძრის გასაღების მფლობელები სწორედ მათი შთამომავლები არიან. თუმცა უნდა ითქვას, რომ სალადინი ამ შემთხვევაშიც საოცრად გონიერ პოლიტიკოსად წარმოჩინდა, ვინაიდან ამაღლების ტაძრის გამო, ისევე როგორც აღდგომის ტაძრის გამო, მუდმივად იყო გაუგებრობა სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს შორის. იმ ფაქტით, რომ მისი გასაღები მუსულმანთა ხელში აღმოჩნდა, ქრისტიანთა შორის ეს გაუგებრობა დასრულდა. ამაღლების მთაზე ამ ორი უმნიშვნელოვანესი ტაძრის გარდა კიდევ არსებობს ერთი ტაძარი, რომელსაც განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანობისათვის. ეს ტაძარი სწორედ იმ ადგილას არის აგებული, სადაც იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთებს. ხელოვნებათმცოდნეები და ისტორიკოსები ტაძრის აგების თარიღად დაახლოებით მე-5-მე-6 საუკუნეებს ასახელებენ. ამ ჩაღრმავებულ ადგილას ეს მოზაიკური იატაკი სავარაუდოდ სწორედ ის ადგილია, სადაც იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთეს. ამაღლების მთა, სიონის მთა და ზეთისხილის მთა ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარეობს. ერთიდან მეორეზე გადასვლას სულ რამდენიმე წუთი ჭირდება. როგორც ამბობენ, მაცხოვარი თავის მოციქულებთან ერთად ელიონის მთიდან ზეთისხილის მთისაკენ სწორედ ამ კიბეებით მიემართებოდა. ზეთისხილის მთაზე კი მდებარეობს გეციმანიის ბაღი, ადგილი მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი ლოცვისა, მისი დაპატიმრებისა და ტანჯვის გზის დასაწყისისა. როგორც ამბობენ, სადღაც ამ კიბეებთან იყო მღვდელმთავარ კაიაფას სახლი. ამ ადგილს ახლა მამლის ყივილსაც უწოდებენ, რადგან ეს სწორედ ის ადგილი გახლავთ, სადაც მამლის ყივილამდე პეტრემ სამგზის უარყო მაცხოვარი. ეს კი გეციმანიის ბაღია. იგი ზეთისხილის მთაზე მდებარეობს. გეციმანია არამეულ ენაზე ზეთისხილის ტევრს ნიშნავს. როგორც ამბობენ, აქაური ხეების უდიდესი ნაწილი მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების მომსწრეა. გეციმანიის ბაღი მართლაც გამორჩეულია თავისი მშვენიერებით და საოცარი სულიერებით. მიუხედავად არაჩვეულებრივი მზიანი ამინდისა, ულამაზესი ყვავილებისა და საერთოდ არაჩვეულებრივი გარემოსი, რომელიც თითქოს ბედნიერებითა და სიხარულით უნდა გავსებდეს, მთელ გეციმანიის ბაღში არის რაღაც საოცარი
იდუმალებისა და სევდის შეგრძნება. ეს ის ადგილი გახლავთ, სადაც გეციმანიის ბაღში მაცხოვართან ერთად მყოფ მოციქულებს ჩაეძინათ და სადაც მაცხოვარი თავის ზეციურ მამას შესთხოვდა, აეცილებინა მისთვის ეს ხვედრი. ტაძარი, რომელიც აქ მდებარეობს, ფრანცისკანელთა ორდენის საკუთრებაა და მას დომინუს ფლემიტი ეწოდება, ანუ უფლის ტირილი. აქვე არის ფრანცისკანული ტაძარი, რომელშიც შენახულია ის ქვა, სადაც მაცხოვარი იდგა იმ დროს, როდესაც მას იუდა მაკოცა. ეს ტაძარი იმპერატორ თეოდორე დიდის ბრძანებლობის ხანაში აიგო 378-395 წლებში. თუმცა მოგვიანებით იგი ფრანცისკანელთა ორდენის ხელში გადავიდა. ეს მშვენიერი ეკლესია 1924 წელს არის აგებული და მას მეორენაირად ყველა ეროვნების ეკლესია ეწოდება, რადგანაც მისი აგებისათვის სახსრები მთელ მსოფლიოში შეგროვდა. რასაკვირველია, ამ ეკლესიის აგებაში მონაწილეობა არ მიუღიათ პოსტსაბჭოთა სივრცეში მყოფ ადამიანებს, რადგან 1924 წელი სწორედ ის ხანა იყო, როდესაც საბჭოთა კავშირში ცდილობდნენ ადამიანებისათვის ქრისტიანების არსებობაც კი დაევიწყებინათ. უნდა ითქვას, რომ მრავალი კათოლიკური ტაძრისაგან განსხვავებით, სადაც ღვთისმსახურნი არც თუ ისე კეთილგანწყობილნი არიან ტურისტების მიმართ, ტაძრის მცველმა ფრანცისკანელმა ბერმა ჩვენი გადამღები ჯგუფის მიმართ განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა. რასაც ვერ ვიტყვით, იქვე გეციმანიის ბაღში მდებარე მარია მაგდალინელის სახელობის რუსულ დედათა მონასტერში მცხოვრებ მონაზონთა შესახებ, სადაც გადაღების უფლება არ მოგცეს. თუმცა ჩვენ მაინც მოვახერხეთ გადაგვეღო ამ მონასტრის ულამაზესი ბაღი და მისი ძალიან შთამბეჭდავი ექსტერიერი. მარია მაგდალინელის სახელობის ეს ტაძარი მე-19 საუკუნეშია აგებული. მისი პირველი ქვა 1885 წლის 21 იანვარს დაიდო. ტაძარი რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ დედამისის, დედოფალ მარიას პატივსაცემად ააგო. ტაძარი მარია მაგდალინელის სახელზე 1892 წელს იერუსალიმის პატრიარხ ნიკოდემოსის მიერ იკურთხა. გეციმანიის ბაღშივე მდებარეობს მართლმადიდებლობის უდიდესი სიწმინდე, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. ტაძარი მე-5 საუკუნით თარიღდება. იგი იმპერატორ მარციანმა ააგო დაახლოებით 450-457 წლებში. სწორედ მარციანეს მიერ აგებული ტაძრის ნანგრევებში არის ეს წმინდათა წმინდა აკლდამა, ადგილი, სადაც ყოველ წმინდა ღვთისმშობელმა მიიძინა.
თავის დროზე ეს ეკლესია ორსართულიანი გახლდათ. ახლა მარტიანის პერიოდის ტაძრისაგან მხოლოდ ეს აკლდამაა შემორჩენილი. მე-12 საუკუნეში ეკლესიის ნანგრევებზე ისევ და ისევ ჯვაროსნებმა ეს არაჩვეულებრივი ტაძარი ააგეს. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, რომელსაც დღესდღეობით ბერძნული და სომხური ეკლესია აკონტროლებს, აგრეთვე ღვთისმშობლის მშობლების, წმინდა იოაკიმესა და ანას და მართალი იოსების საფლავები გახლავთ. ზუსტად იერუსალიმს, ნაზარეთსა და კაპერნაუმს შორის მდებარეობს ერთი მაღალი მთა, რომელსაც თაბორის მთა ეწოდება და რომელიც უფლის ფერისცვალებასთან არის დაკავშირებული. თაბორის მთის შესახებ ძველ აღთქმაშიც არის საუბარი და მოხსენიებულია როგორც წმინდა მიწის ერთ-ერთი ყველაზე უფრო წმინდა მთა. გარდა სულიერი მნიშვნელობისა, თაბორის მთას მთელი პალესტინის ტერიტორიაზე განსაკუთრებული სტრატეგიული ადგილი უჭირავს. ამიტომაც მეფე ფთალომეუს პირველმა, რომელიც ისრაელში ეგვიპტელთა ბატონობის დროს განაგებდა ქვეყანას, აქ ააშენა უზარმაზარი ციხესიმაგრე, რომლითაც იგი აკონტროლებდა ქვეყნის მთელ ტერიტორიას. მისი ნანგრევები თაბორის მთაზე დღესაც ჩანს. პირველი ეკლესია თაბორის მთაზე, ისევე როგორც თითქმის მთელ წმინდა მიწაზე, დედოფალ ელენეს პერიოდში აიგო, ანუ მე-4 საუკუნეში. ამ პერიოდში თაბორის მთა საეპისკოპოსოს წარმოადგენდა და მისი იურისდიქცია მთელს რეგიონზე ვრცელდებოდა. ჯვაროსნების იერუსალიმში შემოსვლის შემდეგ თაბორის მთაზე უკვე კათოლიკური ორდენების წარმომადგენლებიც დასახლდნენ. თუმცა 1187 წელს სალადინმა ისინი იქიდან გააძევა. 1211 წელს დამასკოელმა სულთანმა მალიქმა დაანგრია თაბორის მთაზე მდებარე ყველა ეკლესია და მის ნაცვლად ციხესიმაგრეები ააგო. მე-19 საუკუნის ბოლოსთვის თაბორის მთა ისევ ქრისტიანული სამყაროს საკუთრებაში გადავიდა. ამჟამად აქ ფერისცვალების სახელობის მართლმადიდებლური მონასტერია. ჩვენ მოგეცა საშუალება თაბორის მთაზე მართლმადიდებლურ მონასტერში ქართველი სასულიერო პირების მიერ გადახდილ პარაკლის დავსწრებოდით. ჩვენი მოგზაურობა კი წმინდა მიწაზე გრძელდება და შემდეგ გამოშვებაში მოგითხრობთ ნაზარეთის, ბეთლემის და ბეთანიის შესახებ.